106 მომხრე ერთი წინააღმდეგი პარლამენტმა ლაზიკის შესახებ სტატუსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების მიხედვით ქალაქ ლაზიკას სტატუსი ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს და ლაზიკას საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით განსხვავებული სტატუსი და განსხვავებული სამართლებრივი რეგულაციები ექნება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას უმრავლესობას და უმცირესობას შორის წავედებოდები მოხდა ქრისტიან დემოკრატები ცვლილებებს მხარს არ უჭერენ და მას საბიუჯეტო ინფანტილიზმის მაგალითი უწოდეს უმრავლესობამ განმარტა რომ რატომ არის აუცილებელი ახალ ქალაქს რომელიც საზღვაო პორტი და უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი უნდა გახდეს კონდეს განსხვავებული სტატუსი. ხარი უნდა დაუჭიროთ ასეთ ქალაქის აშენებას, ლაზიკის აშენებას. თავარი საქმე იქნება მე უკვე ორგანულ კანონთან მიმართებაში ვიკითხე და თვითონ აი ამ ადგილს პორტის თვალსაზრისით აქვს უფრო მეტი და კარგი მდგომარეობა და ტექნიკური თვალსაზრისით ვიდრე ეს არის თქვა ბათუმი და ვიდრე ეს არის ფოთი. საბოლოო ჯამში ამ განხილვების დროს ერთ-ერთი რაც გავწმუნდით არის და გავიგეთ ის რომ ვერაფერი ვერ გავიგეთ. ჩვენ ეკონომიკას უყურებდით როგორც ზიარ ჭურჭელს რომ სადღაცა მოაკლდება და მხოლოდ ამის შედეგად მოხდება მომატება ამის მაგერად ჩვენ რაღაცა ილუზიებს ვქნით 9 მილიონი მოსახლე უნდა იყოსო ლაზიკაშიო 9 მილიონი მოსახლე ხალხნო დღეს ცხოვრობს ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში ერთად ანუ ეს ქალაქი უნდა დაიცალოს და ახალი ქალაქი შეიქმნას შესაძლებლობა უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ჭაობში რომ ამ ინვესტიციის მოზიდვა უფრო რთული იქნება ვიდრე უკვე ათვისებულ урბანულ სივრცეში სადაც ადამიანები სახლობენ და შესაბამისი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ფეხმოსაკიდებლად რეალური სივრცე არსებობს ამას რა თქმა დიდი ეკონომიკური ანალიზი და მსჯელობა ესე იგი არც ხარჯვით ნაწილზე ახდენს გავლენას და არც შემოსავლებზე არ ახდენს გავლენას საერთოდ რაიმეზე ავლენს გავლენას ეს ცვლილება არაფერზე ეს არის საბიუჯეტო ინფანტილიზმი ეს არის მორეგის ზღაპარი წინადადება იქნება საპარლამენტო უმრავლესობისადმი რომ პირდაპირ ლაზიკას დავარქვათ მიშა პოლისი ან დავარქვათ მიშა ბურგი ან ძალიან ბევრ საკითხზე სპეკულაციური მიდგომები მათ შორის იყო საბიუჯეტო ინფანტილიზმი უკაცრავად ბატონო მაგრამ ვერ ჩაიწერება აქ ამ განმარტებით ბარათში ის რაც რეალურად მართლა არ არსებობს 2012 წლის ბიუჯეტში აღნიშნული ცვლილება არაფერს არ ითვალისწინებს ამ განსაკუთრებულმა სტატუსმა ჩემო კარგო კოლეგებო უნდა განსაზღვროს ის თუ რამდენად იქნება დაინტერესება ინვესტორებისა როგორც ჩანს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მთავარი მესიჯი სწორედ წარმატების და შენების შეჩერებაა და აშენებულის დანგრევა. დაელაპარაკოთ ფოთელებს და ისინი ფიქრობენ რომ მათი პრობლემების გარკვეულად სწორედ ლაზიკაც გადაჭერს. ლაზიკა არის არა მარტო ლაზიკისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და მთელი საქართველოსაც. საკითხი დასმული ესე, რატომ ლაზიკა და არა ფოთი? ან რატომ ლაზიკა და არა რომელიმე სხვა სოფელი, ქალაქი, რაიონული ცენტრი და ასე შემდეგ. ესე საკითხი არ დგას, ჩემო მეგობრებო. საკითხი დგას ესე. ლაზიკაც, ფოთიც და ყველა სხვა ადგილიც, სადაც შეიძლება რომ რაღაც შეიცვალოს განვითარდეს. თვალში საცემი იყო ბატონი ლევანის სვეფხაძის განცხადება ზიარ ჭურჭელთან დაკავშირებით. თურმე ეკონომიკა არის ზიარ ჭურჭელი, სადღაც რომ მოაკლებ, სადღაც რომ დაამატებ, სხვაგან მოაკლდება. ამ ლოგიკით მაშინ ბატონ ლევან ქვეყანაში აღარაფერი აღარ უნდა გავაკეთოთ და არ უნდა ავაშენოთ. ამ შესაძლებლობის არ გამოყენება, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა არასწორი და ეს იქნებოდა არაეფექტური ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან.